ნამდვილად ერთ რამეში ხართ აბსოლუტურად სწორი, როდესაც ამბობთ, რომ ყველას თავისი ათვლის წერტილი. მაგალითად მე და სალომეს ცალსახად ეხა მახსენდება უბრალოდ ჩვენი შეხვედრები მრავალი წლის წინ და მე ვფიქრობ, რომ სალომე მაგალითად აი ჩვენს მაგალითზე რო ვილაპარაკოთ, ბევრად უფრო ადრე უყურებდა ხედავდა საგანგაშო სიგნალებს. მე შეიძლება ვთქვა და ვაღიარო, რომ მე ამ სიგნალების შემჩნევა დავაგვიანე. რაც შეეხება თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაღაცნაირად თქვენს კითხვაზე პასუხი მინდა დავუკავშირო, აი აქ წინა ეთერში დამისვეს კითხვა, სოლიდარობას თუ გრძნობოს სხვა თანამშრომლების მხრიდან და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ კითხვაზე ფიქრი გამყვა და დიდი ხანი ვიფიქრე ამაზე და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ აქ არაფერშუაში არ არიან ცალკეული ადამიანები. უბრალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასე ვთქვათ, პრობლემა ყოველთვის იყო ეს, რომ მისი კორპორატიული კულტურიდან ყოველთვის ცდილობდნენ, რომ გამოეცარიელებინათ აი ამ სოლიდარობისგან, აი ამ შიდა კორპორატიული სოლიდარობისგან. და რადგან ახლა ლაპარაკია იმაზე, ვინ როდის დაიწყო და რადგან მართლა ბევრი ვიფიქრე ამაზე, როდესაც რეალური სივრცე იწყებოდა, მაშინ მე გამახსენდა, რომ მოხდა ძალიან საგანგაშო ფაქტი. ეკა კვესიტაძე მოვიდა და მისი საშვი ტურნიკეტმა არ გაატარა. და ამ დროს რეალურად რეალური სივრცის გუნდი მუშაობდა იმაზე, რომ ჩაეშვა მართლაც კარგი გადაცემა რა გადაუჭარბებული. მე შემიძლია რომ ვთქვათ ეს რამდენი წლის შრომა ცოტა შევიქო თავი ვთქვათ, არ მხოლოდ მე, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ერთად შრომობდით ამისთვის. და უბრალოდ რაღაცნაირად მე ამას ესე რეტროსპექტიულად ვაკავშირებ და ვხვდები მიუხედავად იმისა, მე არ ვიცნობ ეკა კვესიტაძეს, რა წარმოდგენა მაქვს მე მის ჟურნალისტიკაზე, ან მას ჩემს ჟურნალისტიკაზე, ეს არ არის აქ თემა, მაგრამ ფაქტია რეალურად, რომ ეს იყო რაღაცნაირი მოჯადოებული წრე, როდესაც რაღაცა ერთი ხელისუფლება მიდიოდა, თქვათ რეალურად მოდიოდა მეორე ხელისუფლება, ეს რასაკვირველია რაღაცნაირად პირდაპირ აისახებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იქ მოდიოდნენ ახალი ხალხი, ვიღაცას პრივილეგიები ეცლებოდა ხელიდან, ვიღაცას პრივილეგიები ეძლეოდა და ხდებოდა ერთი და იგივე, უბრალოდ რაღაცა რაოდენობა ჟურნალისტების, პროფესიონალების საშვი აღარ აღებდა ამ ტურნიკეტს, ვეღარ შემოდიოდნენ ამ კარში და ეს იყო უსამართლო, არასწორი და არ იყო არანაირი რესურსი, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინა ვინმე სამისთვის. ამიტომ მე რო ვფიქრობ, რასთან არის კავშირში ის, რაც დღეს ხდება, არის ამასთან კავშირში. და მე ვფიქრობ, რომ თავარი ზუსტად ეს იყო, რომ ყველა დირექტორი რაღაცნაირად თავის ვადაში უყურებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. არა მას წარსულში, მომავალში და ინსტიტუციას პერსპექტივაში, არამედ თავის ვადაში უყურებთ და სამწუხაროა რომ ჩვენი კონკრეტულ ხელისუფლებასთან მიმართებით. კონკრეტულ ხელისუფლებასთან მიმართებით საკუთარ თავარი იყო რომ შვიდობიანად გავიდეს ფონს. და რაღაცნაირად ისე ხდება ისტორიულად, რომ ვერავინ ვერ გადის შვიდობიანად. ამიტომ მე მგონია, რომ რეალურად ეს სიგნალი რასაკვირველია იყო, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. მაგრამ აი ეს ეკა კვესიტაძის შემთხვევა იყო მანამდე. შეიძლება არ არის რაღაცასთან კავშირში, მაგრამ უბრალოდ რაღაც ეს სოლიდარობა რო წარმოვიდგინოთ რეტროსპექტიულად, უნდა დავინახოთ რაღაცები, რაც ჩვენ თვითონ გამოვტოვეთ. მესმის და მადლობა ამ რეფლექსიისთვის მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან კვაკლია მათ შორის და ვისაც მოეთხოვება მათ შორის, თქვენ არ მოგეთხოვებათ მსგავს რეფლექსია იმ გაგებით, რომ იმიტომ რომ გასაგებია და ისინი არ შედიან ამ სიგნალებში მათ შორის, ხო და კი, აი ნამდვილად აღსანიშნავი რაღაც გაიხსენეთ. შეიძლება თვითონ ეკა კვესიტაძის აღარ ახსოვს ლამის ეგამბავი, მაგრამ არ ვიყოთ, უბრალოდ ერთ დღესაც, ორი დღის წინ ნინო ზაუტაშვილის საშმაც აღარ გააღო ტურნიკეტი. და აღარ გააღო ზუსტად 9 საათში, როდესაც მას გამოუცხადეს, რომ ის გაშვებულია. ერთი შენობიდან მეორემდე მესხლამდე. ამაში როგორი ეფექტურები და ოპერატიული აღმოჩნდნენ. ამიტომ რეალურად ეს სოლიდარობის გამოცვლა მიზანმიმართული იყო ყოველთვის. მე რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს მეთქვა. რაც შეეხება იმას, ჩვენ უბრალოდ თვითონ ყველანი ვართ მომსწრენი, რომ რაღაცნაირად პატარა თავისუფლების წლების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში შთება ვასილ მაღლაფერიძე და ესე ჩვეულებრივად ერთ დღესაც აცხადებს, ყველას გემახსოვრებათ ეგ შთამბეჭდავი კადრი, როდესაც რაღაც მატარებლის გამოსახულება გადიოდა, ინდოეთის მატარებლის გამოსახულება გადიოდა პრეზენტაციაზე, ის ამბობდა, რომ ეს არის რაღაცა კარმუშკა, ჩვენ ახლა ეს უნდა დავკეტოთ, უნდა დავხუროთ საზოგადოებრივ მაუწყებელი და მე
ერთ მშვენიერ დღეს უნდა გავიბრწყინოთ რაღაცნაირად და აი აქედან იწყება რეალური სივრცის ბრძოლაც. აქედან იწყება ის რომ რეალური სივრცეს თქვა თქონდა ყოველდღიური ეთერები, ამ პერიოდში იხურება მეგობრებო ანუ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტური ფილმების სტუდია უბრალოდ გააქრეს. კი, ის უნდა გარდაქმნილიყო, განვითარებულიყო, მაგრამ უბრალოდ გააქრეს, დაკეტეს. ამ პერიოდში ხრება უამრავი ძალიან კრიტიკული გადაცემა, იქ სალომე ასათიანის ინტერვიუ თქვა, გოგი გვახარიას გადაცემა და არ მინდა უბრალოდ რომ რაღაც გამორჩეს. და მე იყო კიდე ძალიან საგანგაშო მომენტი, როდესაც იმედა დარსალიას გადაცემის ჟურნალისტებმა თქვეს, რომ საგანგაშო ტენდენციაა სამონტაჟოებში შემოსვლის, გადაკეთების, ჩარევის ამ ადამიანებმა ძალიან ადრე აი რაღაცა როგორ თქვა რა რაღაცნაირად ჯერ კიდევ ჩანასახში ტენდენციები ამხილეს და აღმოჩნდა რომ ეს არ იყო საკმარისი რომ ჩვენ დაგვეჯერებინა კი ჯეროდა რომ იდეოლოგიური დებატი ნიუსრუმში გასაღებული ცენზურა გასაღებული იყო იდეოლოგიურ დებატად ანუ ჩვენ რეალურად გაცენზურებდნენ მაგრამ თეორიულად რომ მოდი ვიკამათოთ ვიდებატოთ მაგალითად ცინიკური ფორმა ხო ანუ მე ვხედავდი ამას მე რასაკვირველია მქონდა დიალოგი ვთქვათ იქ ქეთი თუთბერიძესთან და ვხედავდი რას ამბობდა თამთაჯანაძე სოფოზე დელაშვილი იმედა დარსალია, მაგრამ ხომ არ გახდა ეს რაღაცნაირად ჩვენგან საზოგადოების მაუწყებლის თანამშრომლების სხვა ნაწილისთვის რაღაც მეტად ხომ არ მოვითხოვეთ რომ ეს უფრო მიუკერძოებლად გამოძიებულიყო, უფრო მიუკერძოებლად მოკვლეულიყო. ხომ წავიდნენ საბოლოო ჯამში, ხომ გაუშვეს, ხომ ამართლებინეს ჯერ თავიდან, ხომ გაუშვეს საბოლოო ჯამში. ამიტომ არაფერი არ ხდება ეხლა, ეს არის ძალიან ეს არის ძალიან გრძელი პროცესი. ბოლო ნაწილი მე ვიტყოდი